ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ გამოაქვეყნა პირველი კვლევა, რომელიც შეეხება მომხმარებლებს, თუ ვინ იყენებს ყველაზე ხშირად ChatGPT-ს. Როგორც აღნიშნავენ, კომპანია OpenAI-ში ყოველკვირეულად დაახლოებით 700 მილიონი მომხმარებელი იყენებს გლობალურად ChatGPT-ს და ძირითადად ასაკობრივი სეგმენტი ChatGPT-ის მომხმარებლებისა არის 18-დან 25 წლამდე, ყველაზე მეტი უფრო მეტად ახალგაზრდა იყენებს ChatGPT-ს, ასევე თავდაპირველად უფრო მეტად პოპულარული იყო ChatGPT მომხმარებლებსა შორის, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ მამაკაცის სახელით, თუმცა როგორც ახლა აღნიშნავენ კომპანია OpenAI-ში 52% ChatGPT-ის მომხმარებლებისა ქალების სახელები აქვთ. გარდა ამისა, კვლევის ცნობით უფრო მეტად პოპულარული ხდება ChatGPT ღარიბ ქვეყნებში, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში, კონკრეტულად ჩამოთვლილი არ არის კვლევაში, რომელ ქვეყნებზე არის საუბარი და მთავარი მიგნებები, რომელიც გამოქვეყნდა კომპანია OpenAI-ის გვერდზე და ასევე არსებობს მთლიანი კვლევა, რომელიც დაახლოებით 62 გვერდს მოიცავს. ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის ის, რომ თანდათანობით მომხმარებლები უფრო ხშირად იყენებენ პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებისთვის ChatGPT-ს, ვიდრე სამსახურეობრივი მიზნებისთვის. აღსანიშნავია ის, რომ როგორც აღნიშნავენ OpenAI-ში 2024 წელს დაახლოებით თანაბარი იყო კითხვების და მოთხოვნების რაოდენობა, რომელიც შეეხებოდა როგორც სამსახურს, ასევე პირად ცხოვრებას, თუმცა 2025 წელს ეს მდგომარეობა შეიცვალა და 2025 წელს კომპანიის მონაცემებით არასამსახურეობრივი მიზნებისთვის საუბარი დაახლოებით 73%-ს შეადგენს. ყველაზე მეტად ChatGPT-ის მომხმარებლებს ChatGPT-ისგან სჭირდებათ პრაქტიკული რჩევები, როგორ გააკეთონ ესა თუ ის, მაგალითად როგორ ივარჯიშონ ან როგორ დაწერონ საშინაო დავალება, ასევე სთხოვენ ინფორმაციის მოძიებას, როგორც აქამდე წლების განმავლობაში აკეთებდნენ Google-თან დაკავშირებით, როგორ იყენებდნენ მომხმარებლები Google-ს იმისათვის, რომ მოიძიონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, თანდათანობით უკვე Google-საც კი ანაცვლებს ChatGPT და ასევე მესამე არის ტექსტების რედაქცია. ძირითად შემთხვევაში, როგორც აღნიშნავენ კომპანია OpenAI-ში, ChatGPT-ისგან მომხმარებლებს სურთ, რომ მან გაასწოროს გრამატიკულად ტექსტები, რათა უმეტეს შემთხვევაში მაგალითად ელექტრონული მისამართით გააგზავნონ წერილი.